რა არის იზოპორი და რატომ გამოიყენება ის ინჟინერიაში? ინჟინერიაზე რო ვილაპარაკოთ, დაფიქრებ უხარ, რამდენჯერ გვხდება იზოპორი შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქნება ეს ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეფუთვაში, თერმულ ყუთში, რომელსაც ზღვაზე მიიტან. ან თუნდაც შენობის სტრუქტურის ნაწილშიც კი, რასაც ვერც კი წარმოიდგე. ეს თეთრი მსუბუქი და თითქოს ძალიან მარტივი მასალა სინამდვილეში თანამედროვე ინჟინერიაში უხილავი გიგანტია. დღეს ჩვენ გავხსნით იზოპორის საიდუმლოებებს, გავიგებთ რა არის ის სინამდვილეში და რაც მთავარია, რატომ გახდა ის ასეთი აუცილებელი მასალა ინჟინერიის მრავალ სფეროში. ჩვენგან ბევრმა იცის იზოპორი მხოლოდ მისი გარეგნობის მიხედვით. ეს თეთრი შეკუმშული ბურთულები, რომლებიც ადვილად თხდება და ყველაფერს აბინძურებს. მაგრამ სინამდვილეში იზოპორი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სუპერმარკეტში ნანახი ცივი პროდუქტების უჯრედუქტების უჯრა. ის არის მასალა საოცარი თვისებებით, რომელიც მრავალი მასალათმცოდნეობის ინჟინერიის შედეგია და სწორედ ამიტომ არის ის ასეთი მრავალმხრივი მასალა. ზოგადი აღქმა, რომ ის სუსტი და ერთჯერადი მასალაა, მაგრამ ინჟინერიამ შეძლო მისი ნამდვილი პოტენციალის დანახვა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, რა არის იზოპორი? და ნეტავ ეს არის სწორი ტექნიკური სახელწოდება. სინამდვილეში იზოპორი ბრაზილიაში ქაფიანი პლასტმასის ერთ-ერთი რეგისტრირებული ბრენდია. ტექნიკური სახელწოდება, რომელსაც უმეტესობა საინჟინრო პროექტებში შეხვდებით, არის EPS, რაც ნიშნავს გაფართოებულ პოლისტიროლს. წარმოიდგინეთ, რომ EPS არის როგორც გაბერილი პლასტმასი. ის შედგება დაახლოებით 89% ჰაერისა და მხოლოდ 2% პოლისტიროლისგან, რომელიც ნავთობის წარმოებულია. სწორედ ეს უჩვეულო კომბინაცია ანიჭებს მას უნიკალურ თვისებებს. იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება რაღაც, რაც ასე ბევრი ჰაერისგან შედგება, იყოს ასეთი სასარგებლო, უნდა გავიგოთ, როგორ მზადდება იგი. EPS-ის წარმოების პროცესი საინტერესო და შედარებით მარტივია, რაც გვეხმარება გავიგოთ მისი თვისებები. ყველაფერი იწყება პოლისტიროლის პატარა მარცვლებით, რომლებიც შაქრის მარცვლებს გავს. ამ მარცვლებში არის გაფართოების აგენტი, ჩვეულებრივ პენტანი. როდესაც ისინი წყლის ორთქლით თბება, ეს მარცვლები ფართოვდება და მათი მოცულობა შეიძლება 50-ჯერ გაიზარდოს. ამ პროცესის განმავლობაში პენტანი ორთქლდება და მას ჰაერი ანაცვლებს, რომელიც თითოეულ მარცვალში მილიონობით დახურულ უჯრედში იჭედება. ეს გაფართოებული მარცვლები შემდეგ კვლავ თბება ორთქლით და ყალიბდება გიგანტურ ბლოკებად ან კონკრეტულ ფორმებად. აი რატო არის პენოპლასტი ასეთი მსუბუქი, რადგან ის ძირითადად წარმოადგენს ჰაერს, რომელიც პლასტმასის სტრუქტურაშია ჩაკეტილი. ეს სტრუქტურა თავის მხრივ გვაძლევს მრავალ უპირატესობას. პირველ რიგში უკიდურესი სიმსუბუქე ამარტივებს ტრანსპორტირებასა და მონტაჟს. ამცირებს შრომისა და ლოგისტიკის ხარჯებს. მაგრამ თუ ის თითქმის მთლიანად ჰაერისგან შედგება, ალბათ ძალიან მყიფეა, ხო ასეა? არც ისე. სიმსუბუქის მიუხედავად, EPS-ის დახურული უჯრედოვანი სტრუქტურა მას აძლევს გასაოცარ გამძლეობას შეკუმშვის მიმართ. წარმოიდგინეთ პატარა ბუშტუკები, ისინი მოქმედებენ როგორც მინიატურული ამორტიზატორები. ეფექტურად ანაწილებენ დატვირთვას, ეს არის ის, რაც საშუალებას აძლევს მას გამოიყენონ სტრუქტურულ გამოყენებებში, იკავოს წონა ზედმეტი დეფორმაციის გარეშე. კიდევ ერთი ძირითადი თვისებაა მისი შესანიშნავი თბოიზოლაცია. ჰაერი, როდესაც ის გამომწყვდეულია და ვერ ცირკულირებს, ძალიან ცუდი თბოგამტარია. ამგვარად, EPS ხდება ეფექტური ბარიერი ტემპერატურის გადაცემის წინააღმდეგ, ინარჩუნებს სითბოს და სიცივეს. ან შენობების შემთხვევაში ხელს უშლის გარე სითბოს შიგნით შემოსვლას, ან შიდა სითბოს გარეთ გასვლას. იგივე უჯრედული სტრუქტურა ასევე ხელს უწყობს კარგ აკუსტიკურ იზოლაციას გარკვეულ სიხშირეებზე. ეხმარება ხმის შთანთქმას და რევერბერაციის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი თავარი დანიშნულება არ არის, ეხლა გადავიდეთ საკითხის არზე, რატომ არის იზოპორი, ანუ EPS, ესე ფართოდ გამოყენებული ინჟინერიაში, სამშენებლო სექტორში მისი გამოყენება მრავალფეროვანი და გონივრულია. ის გამოიყენება ფილებში, განსაკუთრებით ნეკნოვან ფილებში, სადაც EPS-ის ფილები ბეტონის ნეკნებს შორის შემავსებლად გამოიყენება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ლაჯის საკუთარ წონას, რაც ნიშნავს ნაკლებ ბეტონს, ნაკლებ ფოლადს
და შესაბამისად უფრო მსუბუქ და ეკონომიურ საძირკველს შენობისთვის. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს შენობის თბოიზოლაციასა და ხმის იზოლაციას, აუმჯობესებს გარემოს კომფორტს და ამცირებს ენერგიის მოხმარებას. სახურავების კლიმატიზაციაში EPS გამოიყენება სენდვიჩ კრამიტებში ან როგორც საიზოლაციო ფენა, რომელიც იცავს კონსტრუქციას ტემპერატურული ცვლილებებისგან და ახანგრძლივებს მის ექსპლუატაციის ვადას. იცოდით, რომ ის შეიძლება კედლის ნაწილიც კი იყოს. არსებობს მონოლითური კედლების სისტემები, სადაც EPS-ის პანელები დაფარულია ხსნარით, რაც ქმნის მსუბუქ კონსტრუქციებს. EPS-ის გამოყენება ინჟინერიაში მხოლოდ ვერტიკალური მშენებლობით არ შემოიფარგლება. არამედ გამოიყენება გეოტექნიკასა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებშიც. მას აქვს გასაოცარი როლი. EPS გამოიყენება როგორც მსუბუქი ნატარი იმ შემთხვევებში, როდესაც საძირკვლის ნიადაგი ძალიან რბილია და ვერ გაუძლებს ტრადიციული მიწისნაღარის წონას. EPS-ის გიგანტური ბლოკები ილაგება გზების, რკინიგზების და ვიადუკების ნატარის შესაქმნელად, რაც ამცირებს ნიადაგზე დატვირთვას და თავიდან იცილებს ზედმეტ ჩამჯდარობას. ის განსაკუთრებით სასარგებლოა თიხიან და ტენიან ნიადაგებში, სადაც გამძლეობის უნარი დაბალია. წარმოიდგინეთ ტონობით მიწის ნაცვლად, გამოიყენოთ მასალა, რომელიც თითქმის მთლიანად ჰაერია. ეს გამოყენება აჩვენებს EPS-ის სიმტკიცეს და მრავალმხრივობას რთულ საინჟინრო გამოწვევებში, სადაც სიმსუბუქე სტაბილურობის კრიტიკულ ფაქტორად იქცევა. მშენებლობის ფარგლებს გარეთ, EPS კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი დარტყმის შთანთქმის თვისებები მას იდეალურ მასალად აქცევს შეფუთვებისთვის, ელექტრონიკის, მინისა და ფრიფე პროდუქტების დასაცავად. ჩაკეტილი ჰაერი მოქმედებს როგორც ზამბარების სისტემა, რომელიც შთანთქავს დარტყმის ენერგიას და იცავს შიგთავს. ის ასევე გამოიყენება თერმულ ყუთებში საკვებისა და მედიკამენტებისთვის, რათა შეინარჩუნოს ნივთი თბილი ან ცივი. თუმცა, ამ ყველა უპირატესობის მიუხედავად, EPS ასევე აქვს გამოწვევები, განსაკუთრებით მის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, რადგან ის ნავთობის წარმოებულია და არ არის ბიოდეგრადირებადი. მისი არასწორი გადაკრა სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ბევრს აინტერესებს. Recycle-bar არ არის გამოსავალი. დიახ, გადამუშავება გამოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიზნით ტექნოლოგიები ვითარდება, EPS სხვა პლასტმასის პროდუქტებად ან თუნდაც ისევ ნედლეულად გარდაქმნია. მაგრამ შეგლებული გამოყენება და მდგრადი ალტერნატივების ძიება ინჟინერიაში მუდმივი დისკუსიის თემაა. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი. თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეთხობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, გაითვალისწინე წევრობა, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში გახდე მოხსენიებული. იმისათვის, რომ მეტი გაიგო ჩვენს მიერ რეკომენდებულ კურსებზე, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმული, რომ მიიღო წვდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რათა განივითარო სხვადასხვა უნარები, რომლებიც შენს კარიერაში განსხვავებას შექმნის. და შენ ოდესმე გიფიქრია ყველა ეს გამოყენება იზოპორისთვის. თუ იცი კიდევ რაიმე უჩვეულო გზა, როგორ დამოიყენება ის ინჟინერიაში, დატოვე კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყარეობა. და თუ მინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე, გამოიწერე არხი, დააჭირე ზარიზღილაკს და დაფიქრბი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო, დიდი მოკითხვა და შემდეგ ვიდეოში გნახავთ.